ამ ვიდეოში ვისაუბრებთ აღმავალ და დაღმავალ სანთლებზე ორ ნაწილად დავუყოვებ. ერთი ვიდეო აღმავალის იქნება, მეორე დაღმავალის. დავიწყოთ აღმავალ სანთელზე. Open ფასი ნიშნავს, რომ აი ამ ხაზზე, მარცხენა კუთხეში, ასე ვთქვათ და აი ამ level-ზე გაიხსნა ფასი და დაიხურა აი აქ. High და low ნიშნავს იმას, რომ ამ სანთლის განმავლობაში ეს საათიანი იქნება 15-იანი თუ 5 წუთიანი სანთელი. ამ მოძრაობაში იყო გამოხატული high აქ, low აქ, გახსნის წერტილი აქ და დახურვის წერტილი აი აქ. რამდენიმე სცენარი არსებობს. ფასი გაიხსნა აქ, ჩამოვიდა დაბლა, ავიდა მაღლა ჰაისთან და დაიხურა აქ. ან მეორე. ფასი open-ის ადგილას გაიხსნა, ავიდა ჰაისთან, ჩამოვიდა low-სთან და მერე დაიხურა აქ. გრაფიკულად ეს ორი სცენარი არსებობს მარტო, რომელიც ერთ მოძრაობაში ასე შეიძლება გამოიხატოს. ავიღოთ აი ეს 0.00-ის სანთელი, მაუს რომ მიიტანთ დაბლა 0.00 შავდება. ესე იგი ეს ფასი გაიხსნა 0.9-ზე. გახსნის წერტილი არის აი აქ. როგორც გითხარით აღმავალ სანთელზე და დახურვის წერტილი არის აი მარჯვენა კუთხეში, ანუ ამ level-ზე. მაქსიმუმი წერტილი არის აი ეს, როგორც თქვენ თვითონ ხედავთ და მინიმუმის წერტილი არის აი ეს. ესე იგი 0.00-ის სანთელია, გადავდივართ 5 წუთიან გრაფიკზე და მოდი დავხაზოთ ახლა შუალედი. ვერტიკალური ხაზები თუ ეცდები რომ ვიზუალურად გაგიმარტივოთ დასანახი რაღაცა გრაფიკზე, 0.9-ზე რადგანაც გაიხსნა სანთელი, რო არ შეგვიშალოს ხაზმა ხელი, ერთით გვერდზე დავდებ ვერტიკალურ ხაზს, რომ ამ მოძრაობიდან დავიწყოთ ათვლა. და მეორე არის 1 საათიანი სანთლის დასასრული, ანუ 0.9:55, რადგან ვიმყოფებით 5 წუთიან გრაფიკზე. ბოლო 5 წუთიანი სანთელი გაიხსნა 0.9:55-ზე და 5 წუთში რო დაიხურა, კაკრას 10 საათი გახდა და ახალი სანთელი იხსნება შემდეგ. 10-იანზე დავსვავ აქეთ მეორე ვერტიკალს და რა ხდება ახლა აქ ჩვენთან. მოდი მინიმუმებს და მაქსიმუმებს გავაშავებ, რომ ვიზუალური სხვაობა გქონდეს. და რა ხდება ახლა ესე იგი აქ ჩვენთან. როგორც ხედავთ 0.00-ის გახსნის სანთელი არის აი აქ, აქ იხსნება და 0.00-ის დახურვის სანთელი არის აი ეს 0.55. როგორც არ მახსოვს დასაწყისში თქვი თუ არა, დაღმავალი სანთელი იხსნება აქ და იხურება აი აქ. ხო და აქაც ეს მოხდა. დაიხურა აი აქ. და კაკრას ჩვენი აი ეს მოძრაობა ლურჯი ხაზები, რომლებიც წეღან დავხაზე, ემთხვევა ამ 5 წუთიან სანთელსაც. მოდი ესენი წავშალოთ ახლა და ვისაუბროთ მაქსიმუმებზე. რა მოხდა ამ მოძრაობაში? ფასი გაიხსნა აი აქ. ჩამოვიდა დაბლა, ავიდა უმაღლეს წერტილთან და დაიხურა დაბლა, როგორც გითხარით წეღან სცენარი. ფასი აქ გაიხსნა, ჩამოვიდა დაბლა, ავიდა მაღლა და დაიხურა აქ. იგივე მოხდა ზუსტად აქაც დააგვირდით. და ეს ყველაფერი გრაფიკულად ჩანს 1 საათიანზე, როგორც აი ეს მოძრაობა. აი ეს მოძრაობა. ამას სჭირდება პრაქტიკა და დრო, უნდა ცადოთ, ჩახვიდეთ time frame-ზე, აგერ 5 წუთიანი სანთელი ავიღოთ მაგალითად, გახსნის წერტილი დაბლა არის, დახურვის წერტილი მაღლა საათს მოუნიშნე. თუ შევალთ 1 წუთიანზე და გადავახვევთ, 40-ზე გაიხსნა აი ეს სანთელი, 5 წუთიანის პირველი სანთელი, 1, 2, 3, 4 და მეხუთე სანთელი არის 16:44-ის სანთელი, საათს დაიხურა. აგერ ამასაც თუ ავირჩევთ, ამ მოძრაობაში არის გამოსახული ის ჩვენი 5 წუთიანი სანთელი, რომელიც იყო აი ეს. კიდევ ერთი მაგალითი. ამჯერად 10 წუთიან სანთელზე გავაკეთოთ. ფასი გაიხსნა აი დაბლა აქ. ფასი დაიხურა აქ. ფასის მაქსიმუმი. ფასის მინიმუმი.